დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში შავი ზღვის რეგიონი ყალიბდება როგორც ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების კერა. და მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ბოლო მოვლენების გათვალისწინებით შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. გარდა ამისა, გამოიკვეთა ის რეგიონული და არარეგიონული სახელმწიფოებრივი აქტორები, რომლებიც დაინტერესებულები არიან შავი ზღვის რეგიონით და ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად ევროკავშირი, რუსეთი თავისთავად, ჩინეთი და ირანი. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა რაც განახორციელა ანექსია ყირიმის, ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა ძალთა ბალანსიც რეგიონში და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ ამ საკითხებზე, თუმცა თავდაპირველად მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო სამხედრო სწავლება შავი ზღვის რეგიონში და ეს იყო ეს არის ნატოს სწავლება. ამ სწავლებაში ჩართულია 2300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, საკმაოდ მასშტაბური სწავლებაა და საჰაერო კომპონენტებსაც მოიცავს, ასევე საზღვაო საშუალებებიც არიან ჩართული ამ სწავლებაში და მისი მიზანი არის სამხედროების კოორდინირებული მოქმედების დახვეწა და ასევე ერთობლივი ოპერაციების განხორციელება. ამ სწავლებაში ჩართულია ნატოს წევრი და რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალები, ასევე 11 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალები. მოდით ვნახოთ ზოგადად ინფორმაცია, თუ რა ვითარება არის შავი ზღვის აუზში მყოფ ქვეყნებში. ამ ქვეყნებში 6 ქვეყანაა, 6 ქვეყანას აქვს საზღვაო საშუალებები, აქ 6-დან 5 ქვეყანას აქვს საზღვაო ძალები. თურქეთს გააჩნია მაგალითად პირადი შემადგენლობა 45000 სამხედრო, წყალქვეშანავი აქვს 12, საბრძოლო ფრეგატები და კორვეტები 26, საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდები 45 და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია არის მოწოდებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ. რაც შეეხება ბულგარეთს, ბულგარეთის პირადი შემადგენლობა 4450 სამხედროა, რუმინეთის 6800 სამხედრო, უკრაინას 11000 სამხედრო ყავს, საბრძოლო ხომალდები 6, სხვადასხვა ტიპის ხომალდი 18 და რა თქმა უნდა რუსეთის, რომელიც არა მხოლოდ შავ ზღვას მოიცავს, საერთო ჯამური რაოდენობა რუსეთის არის 155000 სამხედრო მოსამსახურე საზღვაო ძალებში, წყალქვეშანავი 51, ძირითადი საბრძოლო ხომალდები 27 და ასე შემდეგ. და როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის შემთხვევაში, რუსეთის ეს მონაცემები არ მოიცავს მხოლოდ შავი ზღვის აუზს. ასევე თურქეთის შემთხვევაშიც არ მოიცავს შავი ზღვის აუზს, თუმცა გარკვეულ სურათს იძენს და ეს ინფორმაცია, როგორც აღვნიშნეთ, არის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტში ასახული. რაც შეეხება საქართველოს წარმოდგენილია შავ ზღვაზე მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპონენტით და მისი პირადი შემადგენლობა არ აღემატება 500 კაცს, ხოლო მცურავი საშუალებები 22 ერთეულით არის შემოფარგლული. ახლა მოდით ვნახოთ რუკის დახმარებით თუ რა ვითარება შავი ზღვის აუზში. გვაქვს 6 ქვეყანა, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს, 6-დან 5-ს აქვს სამხედრო საზღვაო ძალები, ამ 6-დან 3 წევრი თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. და შესაბამისად ამ ქვეყნებში ნატოს ბაზებიც არის. რაც შეეხება თურქეთს, მოდი დავიწყოთ თურქეთიდან. თურქეთში არის ხოფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნატოს ბაზა, არის სამსუნში, არის გოლჩუკში. რაც შეეხება ბულგარეთს, არის ვარნაში, რუმინეთში კი არის კონსტანცა. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები მობილიზებულნი არიან ოდესაში, ხოლო რუსეთმა მას შემდეგ რაც განახორციელა ყირიმის ანექსია, ყირიმის ტერიტორიაზე აქვს საზღვაო ძალები, ასევე ნოვოროსიისკის ბაზა და ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი, რომ სამხედრო ბაზა შექმნან ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. აქვე უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ 1926 წლის მონტრეს კონფერენცია. მონტრეს კონფერენციაზე მიიღეს კომუნიკე, რომელმაც ხაზი გაუსვა თურქეთის სუვერენიტეტს სრუტეებზე და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა მცურავ საშუალებებზე, ასე მაგალითად თუ კი სავაჭრო და სამოქალაქო ხომალდებს შეუზღუდავად შეუძლიათ გადაადგილება ამ სრუტეების გავლით შავ ზღვაში, სამხედრო ხომალდებს ეს არის გარკვეული შეზღუდვები, გარდა აუზის ქვეყნებისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა, სხვა ქვეყნების
სამხედრო ხომალდები შეზღუდულნი არიან მათი ასე ვთქვათ ტიპის, კლასის და იმ პერიოდით რა პერიოდიშიც აპირებენ გაჩერება შავ ზღვაში ეს შეზღუდვები დაწესდა, თუმცა საუბრობენ სამხედრო ექსპერტები რომ ეს მონტრეს კონვენცია არის გარკვეულწილად მოძველებული და აქვე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ თებერვალში მიმდინარე წლის თებერვალში დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები იმასთან დაკავშირებით რომ ევროპის ლიდერები განიხილავენ თუ როგორ უზრუნველყონ შავი ზღვის უსაფრთხოება და ამისთვის განიხილავენ მათ შორის ერთობლივ პატრულირებასაც რათა სამარშრუტო საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტების დაცვა უზრუნველყონ მათ თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და ჩვენ ამ საკითხებზე თუ რა ვითარებაა შავი ზღვის აუზში როგორი ძალთა ბალანსია სტუმარს ვესაუბრეთ და ამ ინტერვიუს ახლა შემოგთავაზებთ. შავ ზღვაზე უსაფრთხოების ძალთა ბალანსთან დაკავშირებით სტუმართან ერთად გავარგზავნებთ საუბარს. ჩვენ კითხვებს უპასუხებს შავი ზღვის უსაფრთხოების მკვლევარი პაპუნა დავითაია. მოგესალმებით ბატონო პაპუნა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა გიორგი, დიდი პატივია თქვენს ეთერში ყოფნა. პირველი კითხვა მექნება ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს წვლილზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ასევე აღინიშნა ისიც რომ საქართველოს ამ შემთხვევაში შავ ზღვაზე წარმოდგენილია მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპონენტით. შავ ზღვაში გამართულ სხვადასხვა სწავლებაშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს და ახლა რა ვითარებაა რომ ვთქვათ და ნატოს ქოლგის გარეშე დარჩენილი საქართველოს თუ ასე განვითარდა მოვლენები რა გამოწვევების წინაშე დადგება? დიახ, კარგი შეკითხვა, ნამდვილად შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში საქართველოს როგორც შავი ზღვის აუზის განუყოფელი ნაწილი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს ის გარემოება რომ საზღვაო კომერციას, კომერციულ ნაოსნობას, რომელსაც საქართველოს ეწევა, ქვეყანაში ქმნის დოულად დაახლოებით მშპ-ს 12-დან 15%-მდე. შესაბამისად, აი ამ სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმდინარე საომარი პროცესების და მოქმედებების ფონზე მოგეხსენებათ ერთის მხრივ შემცირებულია ნაოსნობა შავ ზღვაზე და კონკრეტულად უნდა აღინიშნოს რომ ჯამურად კომერციული მცურავი საშუალებები ერთად აღებული დაახლოებით 70-75%-მდე არის შემცირებული, რაც ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამას ეს განაპირობებს უბრალოდ ამის მიზეზები წარმოდგენილი არის როგორც მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გაზრდილი საფრთხეებით, მაგრამ ასევე იმ მცურავი ნაღმების სახითაც, რომლებიც შავ ზღვაზე არის განთავსებული სხვადასხვა წყაროების დაყრდნობით დაახლოებით რამდენიმე ასეული მსგავსი ტიპის ნაღმი არის შავ ზღვაში განთავსებული. აქედან დაახლოებით 100-120 ნაღმის იდენტიფიცირება, მათი გაუნებელყოფა მოხდა, სამწუხაროდ იყო ფატალური შემთხვევებიც და დაზიანდა გარკვეული მცურავი საშუალებებით. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი განაპირობებს დიდწილად ასევე ერთის მხრივ აქტივობებს შავ ზღვაზე, როგორც სწავლებების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ნავიგაციის, უსაფრთხო ნავიგაციის, ნაოსნობის თვალსაზრისითაც. თქვენ ახსენეთ სწავლებები და სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო შავ ზღვაზე ერთ-ერთი მორიგი სწავლება და საკმაოდ მასშტაბური სწავლებაა, საავიაციო საშუალებებიც მონაწილეობენ საზღვაო საშუალებებთან ერთად. ასეთი ტიპის სწავლებებში რამდენად აქტიურად იყო საქართველოს ჩართული, რამდენად ხაზს უსვამს ნატოს დაინტერესებას შავი ზღვის უსაფრთხოებით და კიდევ ერთხელ ვახსენოთ საქართველოს წვლილი რამდენად იყო წინა წლებში და როგორ ვითარება გვაქვს ახლა. დიახ, ესე იგი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ასე რომ ვთქვათ ყოველწლიური ღონისძიებების სწავლებების სახით, რომელშიც საქართველოს აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას. მიმდინარე საომარი მოქმედებებმა ეს მოცემულობა, ასე რომ ვთქვათ, ცოტა შეაფერხა. არა მარტო საქართველოს შემთხვევაში, არამედ სხვა აუზის სახელმწიფოების შემთხვევაშიც ვახსენენ ნაღმების საფრთხე და შესაბამისად ნაღმების საფრთხედან გამომდინარე მიმდინარე სწავლებები, რომელიც რუმინეთში ხორციელდება, ძირითადად წარმოდგენილი არის რუმინული მცურავი საშუალებების სახით, ვინაიდან, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები მაინც თავს იკავებენ არსებული საფრთხეების ფონზე
ცურავი საშუალებების, ასე ვთქვათ, წარმოდგენით აღნიშნულ სწავლებებში. მსგავს ტიპის რეგიონულ სწავლებებში საქართველოს ჩართულობა მისი ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდწილად იყო დამოკიდებული ჩვენ პარტნიორებზე და ამ პარტნიორებში აუცილებლად გამოიყოს ამერიკის შეერთებული შტატები, ვინაიდან მსგავს ტიპის სწავლებები საკმაოდ სოლიდური არის ლოგისტიკური თვალსაზრისით და ჩვენთვის მსგავს ტიპის დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოებიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი მონაწილეობა ყოფილიყო მუდმივი, მყარი და შეუქცევადი აი ამ სწავლებებში, რომელიც ერთობლიობაში შავი ზღვის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, გაძლიერების და მეტი კოორდინაციის და თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა რეგიონის სახელმწიფოების შორის. შავი ზღვის აუზში 6 ქვეყნიდან 5 ქვეყანას აქვს შავ ზღვაზე სამხედრო ძალები. მარტო საქართველო არის გამონაკლისი, რომელიც მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპონენტს არის წარმოდგენილი და სანაპირო დაცვას აბორდაჟის ჯგუფს მაგალითად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ნატოს სწავლებაში ჩართულიყო და მიიღო სტატუსი სწრაფი რეაგირების კუთხით. რამდენად, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კუთხით, რამდენად გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, რომელსაც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ არ აქვს სამხედრო საზღვაო ძალები. დიახ, სანაპირო დაცვა საკმაოდ მოკრძალებული ცურავის საშუალებებით და პირადი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, თუ შევადარებთ იმ საზღვაო კომპონენტებს, რომელიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს გააჩნია, თუმცა ამ პირობების გათვალისწინებითაც კი, აი ასეთმა მცირე დანაყოფმა შეძლო ნატოს სრული სერტიფიცირების პროცესის გავლა და საქართველოს აი ამ ტაქტიკური ჯგუფების, აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების წყალობით იქნა მიღებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ როგორც ოპერაციული პარტნიორი ნატოს ერთადერთ მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობს ხმელთაშუა ზღვაში, საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ზღვის მცველი. ეს მუდმივი პროცესია, დაიწყო 2 წლის წინ და იმედი მაქვს გაგრძელდება მომავალშიც რეგულარულ რეჟიმში, ვინაიდან მსგავსი ტიპის პრაქტიკული თანამშრომლობის ელემენტები ქმნის საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის რეალურ სურათს. რა? დიახ. დაბოლოს მინდა კითხოთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ საკითხს, რა ვითარებაა ახლა ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, ყირიმის ანექსია მოხდა, იქ არსებული საზღვაო ბაზები გადავიდა რუსეთის, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის ქვეშ და ასევე რუსეთმა დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ბაზა განთავსოს. აი, რამდენად არის დარღვეული ახლა ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე? მოგეხსენებათ, ძალთა ბალანსი ცივი ომიდან მოყოლებული მეტნაკლებად ბიპოლარულ სურათს იძლეოდა. ერთი მხრივ იყო რუსეთი, საბჭოთა კავშირის სახით და მეორე მხრივ იყო თურქეთი, ნატოს სახით, რომელიც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ინაწილებდა ინტერესთა სფეროებს რეგიონში. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გვაქვს სურათი, როდესაც რუსეთს მოუწია ყირიმიდან გარკვეული პერიოდით საკუთარი საჯარისო და ცურავი საშუალებები გადაისროლოს ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე. მოგეხსენებათ, ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზა ამინდის ცვალებადობასთან ერთად რთულ პირობებს ქმნის ნავიგაციისთვის, შესაბამისად აღნიშნული პორტი არ იქნა თავიდანვე მიზანშეწონილად მიჩნეული ძირითადი ბაზირების თვალსაზრისით, ამიტომ ალტერნატივა არ გააჩნია რეგიონში ყირიმის ნახევარკუნძულზე ბაზირებას. ის გარემოებები, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები შეინიშნება ოჩამჩირის პორტში, უნდა აღინიშნოს, რომ პორტის მშენებლობა, განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ დაღრმავებითი სამუშაოები, არამედ იქ დიდი გაბარიტის მსურავი საშუალებების განთავსება იყოს შესაძლებელი, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და მოგეხსენებათ, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ეს ძირითადი რესურსები გადასრულია მაინც საოპერაციო თეატრის უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ამიტომ ახლო მომავალში აღნიშნული ტემპების გათვალისწინებით ცოტა რთულად წარმოსადგენია, რომ რაიმე სერიოზული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული გავრცობა მოხდეს აღნიშნულ ნავსადგურში, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ მოცემულობას, რომ
აღნიშნულ რეგიონში ზოგადად აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო რაიონში რუსული საჯარისო და მცურავი საშუალებების არსებობა უნდა იყოს ასე ვთქვათ მიღებული